ლეიბორისტული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით დაბა ლაითურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები დაბაში არსებული მიწის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, ხელისუფლება კი მათ ინვესტორთან შუამდგომლობას პირდება. მიწა ლაითურელებს ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები თეატრალური მოედნიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისკენ დილის 11 საათისთვის დაიძრნენ. ადგილობრივები კერძო ინვესტორებისთვის გაცემულ ტერიტორიებს აპროტესტებდნენ და ლაითურში არსებული მიწების მათ სარგებლობაში გადაცემას მოითხოვდნენ. ძირითადი პრობლემა არის მიწა. გვაქვს 0.15 მეასედი არ აკმაყოფილებს ოჯახურ მდგომარეობას. ბატონმა ბაქრაძემ 915 გექტარი ვითომაც გადმოგცა ჩვენ სინამდვილეში 9 მეტრი არა გვაქვს. არც ეს მიწები დარეგისტრირებული გვაქვს, რაც გვაქვს. ხო და ასეა გაჩერებული ყველაფერი. აქედან მოწვის ხალხი, იქიდან იგი ჩინელები, იქიდან იგი და დავრჩით ებრაელები და რა ვიცი. ვართ ასე ძალიან გაჭირვებული მდგომარეობაში. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტი სოციალური თემატიკისაა, თუმცა ხელისუფლების უყურადღებობის შემთხვევაში ის პოლიტიკურ დატვირთვასაც შეიძენს. დღევანდელი აქცია არ გახავს პოლიტიკური მნიშვნელობის, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ანუ ჩვენ ვაპროტესტებთ რას? რატომ არის ოზურგეთის მიწები ბარდეკალით მოსილი, მაშინ როცა მისი მშრომელი ხალხი და გლეხობა იაფასიან მუშამოსამსახურეთ იხვეწება თურქეთის საბერძნეთში ლუკმაპურის საშონელად. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ კერძო მესაკუთრეთა და ფეოდალთა მოქმედებას, რომელიც ექცევიან საკუთარ მიწაწყალს და მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, პარლამენტისაგან, ბუსუსები ამ პრეზერვატივებზე ნუ კი მიიღებენ კანონებს, არა მიწასთან დაკავშირებით და ხალხთან დაკავშირებით მიიღოს ეს კანონები. აქციის მონაწილეებს გურიის გუბერნატორი და ოზურგეთის გამგებელი შეხვდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას კერძო კომპანიებთან, ვანრიქთან და მარტინ ბაუერთან შუამდგომლობა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება დაპირდა. მივიღებთ მონაწილეობას, რომ უფრო ადეკვატური შეთავაზება მიიღოს გლეხებმა მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. აქ არის ლაპარაკი ერთი, რომ ან ადეკვატური ფასი იყოს, ან მეორე, რომ იყოს გრძელ ვადაზე გაწერილი, რომ ფიზიკურად გლეხმა შეძლოს იმ თანხის გადახდა, რომელიც უნდა რომ კერძო კომპანიას მიიღოს გაყიდული მიწიდან გამომდინარე. მომავალი კვირის სამშაბათს ლაითურში შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ინვესტორებს შეახვედრებს და მათ პირობებს წარუდგენს. გუშინდელი აქცია კი მშვიდობიანად დაიშალა.